კორექტულობის ფარგლებში უთხარი ის, რასაც ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ეს იყო მოკლე ტექსტური შეტყობინება რა პლატფორმაზე მომწერეს, იმავე პლატფორმაზე უპასუხებ, მათ შეუძლიათ ეს გამოვაქვეყნონ, ხა და მე რა მივწერე. თქვენ მოგვიყევით. მე რა მივწერე, ხა ის აზე უნდა ვისაუბრო. აბა მე ვფიქრობ, რასაც ვფიქრობ ქალბატონ წულუკიანზე დაახლოებით ის ძალიან არაფერი იქ უცხო ქალბატონი წულუკიანისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ეს ერთი და მეორე მიმაჩნია რომ თუ მაინდა-მაინც უნდა რომ საზოგადოება თუ ეწყინა ან რაღაცა არესიაბა უნდა თავად გააცნო საზოგადოებას მე რა შეტყობინება გაუგზავნე მას ეს ასე არის ნამდვილად ახლა მე არ მინდა რომ ჩვევად გვექცეს რაც არ უნდა ოპონენტი იყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიწერილი გზავნილი საჯაროდ ეთერში განვიხილო. ქართული ოცნება არის თესტად დაგლეჯილი ყველა იმ სიბოროტეში. დიანა ძალიან ვთქო თუნდა არა მივალ იქამდე. ყველა ბოროტებაში არის ფესოდ დაგლეჯილი. თუ ვინმე თქვენი მაყურებელთაგან ფიქრობს, რომ ქართული ოცნება აი ამ სისასტიკეს როდესაც ჩადის, მას ეს ყველაფერი ისე აქვს ნაფიქრი და არ ვიცი მოქმედებაში მოყვანილი რომ დახვეწილები არიან და მათ ვერ დავამარცხებთ და ეს მითი მათი უძლეველობის სადმე ვინმეს გონებაში ცხოვრობს ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რომელსაც ვუშვებთ ფესებ დაგლეჯილია ნამდვილად მათ წადეს ფიზიკურად მოეგუდათ საზოგადოება არც მეტი და არც ნაკლებად აი ცემატ ყებით და ფიზიკური ანგარიშტორებით სახში რეკვებით შეურაცხყოფებით სიტყვიერი და ფიზიკური არ გაუვიდათ ეს ყველაფერი 50-ზე მეტი პატიმარი და ალბათ ნაწილი მათგან ვიყურებს და მოკითხვა ყველას მცირე ნაწილს მათგანს ვიცნობ უდიდეს ნაწილს არ ვიცნობ მაგრამ იმ ადამიანების დიდი წვლილი არის ის რომ პროტესტი ასევე ამ ეტაპზე ცოცხობს რომ ისინი არ გატყდნენ და გარეთაც მათი ოჯახის წევრები მეგობრები უცნობები ნაცნობებიც არ გატყდნენ და არ დაიღალნენ ხომ მაგრამ ეხლა მე მიმაჩნია როგორი გადაწყვეტილებაც ექნება ქართულ ოცნებას მიღებული ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც მე ეხლა მკითხეთ ჩემი პასუხიც იგივე იქნება ან რა 2003-2012 წლების პერიოდის საკითხთან დაკავშირებით უნდა დამკითხოს მე წულუკიანს რომელიც ნაწილი არც ვიყავი და ვინც ჩემი ბიოგრაფია მეტნაკლებად იცის ხო მაგრამ ეხლა გირაოს თემა უკავშირდება წინა ცხოვრება იქით არიან დასაკითხები რომ კითხოთ იქით არიან დასაკითხები დიანა ჩემს მიერ კალაძეც მურუსიძეც და ყველა ის ადამიანი ვინც წინა ხელისუფლების დასაყრდენი იყო ლოგიკურად ეს არის მე უფრო უნდა დავკითხო ეხლა იქ ქართული ოცნების ნახევარი დეპუტაცია ვიდრე მათ უნდა დამისვა მე შეკითხები არალეგიტიმურ პარლამენტში 2003-2012 წლების პერიოდს გულისხმობ. ამიტომ დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და პასუხი იქნება ადეკვატური, პასუხი იქნება პრინციპული, პასუხი იქნება რაციონალური და პასუხი იქნება თანმიმდევრული. და რატომ მე მეგობრებთან ერთადაც გავილი ამ საკითხს, იმიტომ მარტო არ ვარ ამ რეალობაში ნიკა, ზურა, მათთან მე ჯერ ნიკასთან კი ბატონო მქონდა საუბარი, მაგრამ ზურასთან არ ქონია. ანუ ერთიანი მიდგომა გექნებათ ნიკა? ნიკასაც აქვს თავის ჩამოყალიბებული პოზიცია. ბატონო? ერთიანი მიდგომა გექნებათ? იცით, საბოლოო შესაძლებელია ინდივიდუალურ მიდგომას ჰქონდეს, ხო, პოლიტიკოსებს, მაგრამ ეხლა ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ კოალიციას, უმჯობესია ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ერთიანი პოზიცია, უბრალოდ შეუძლებელი არის შენ სამართლიანად არანაირად აი აინუშიც არ აგდებდე არალეგიტიმურ პარლამენტს საერთოდ და არ ვიცი დასანქცირებულ მოსამართლეს სანქცირებულ პროკურორს იქით ვეახლებოდეთ არა იმიტომ რომ თუ კი ვინმეს გააკეთა ის ნაკლებად ვაჟკაცია ვიდრე ხვალდაზე ვინც საპირისპირო ნაბიჯს გადადგავს არა უბრალოდ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს პოლიტიკური ბიოგრაფია თავისი ცხოვრებისეული პოლიტიკური გარკვევი თუნდაც ცხოვრებისეული პრინციპები რომელიც აღიაროთ არც პროკურატურა არც ერთი ორგანო ეს ქვეყანა დიახაც გაცლილი არის ლეგიტიმაციისგან და შესაბამისად როდესაც
აი ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის უმძიმესი ფინანსური სანქციები დაუწესდა აგერ გენერალურ პროკურორსაც, რომელსაც უკვე საკრედიტო ბარათიც კი არ ექნება და მანამ სანამ ისინი ახალ არჩევნებს არ ჩაანიშნავენ, დარწმუნებული ვარ მის ბედს უამრავი ადამიანი ქართული ოცნების რიგებში, სადამსჯელო რაზმებში გაიზიარებს, ხო? მე ვფიქრობ, აი ამ ურთაბრძოლაში და ამ დაპირისპირებაში ასეთ ვერ აქვს ერთად პრინციპულობას აქვს დიდი მნიშვნელობა და იმის თამამად და მოურიდებლად თქმა არ არის უხერხული ნამდვილად იმის თქმა, რომ არ არის ლეგიტიმური დამნაშავე ორგანოს პირველი პირია გენერალური პროკურორი ვინმე გაბიტაშვილი. პროკურატურაში არ მიხვალთ, მაგრამ სასამართლოშიც არ მიხვალთ, ნიკა? და სასამართლოში ხო კიდევ უფრო უარეს არის ამ გადაწყვეტილებას მივიღებ კიდევ ერთხელ გეუბნებით. მას შემდეგ რა გადაწყვეტილებაც იქნება? როგორი მოკითხვაც იქნება, ესეთი პასუხი იქნება. აქ ჩვენი მხრიდან მოკითხვა ცნობილია, როგორი იქნება, ჯერ პროკურატურაში მიგიწვევენ და შემდეგ სასამართლოში კიდევ უფრო მძიმე რეალობა არის. თითზე ჩამოსათვლელი მოსამართლეები დარჩენ, ვინც დასავლური სანქციების მიღმა არიან ამ ეტაპზე უკვე. ესეც ხომ მართალია, ამიტომ ეხლა თუ ძალიან გვინდა რომ ვიყოთ იცით ამ რეჟიმის პირობებში თითქოს რაღაცა გამორჩეულად კანონმორჩილები რომ მიუხედავად ყველაფრისა ჯანდაბას იცით მოდი წავალ რუსიძეს თავს დაუხმით ესეც არჩევანია და ზოგადად იცით ჩვენ უნდა ვაღიაროთ არ უნდა იყოს სასამართლოში მისვლა საუბარშიც კი რა რეჟიმს ვერ ვძვით იცით არ ვფიქრობ ამას, არ ვფიქრობ ამას, მაგრამ ნუ ხო შეიძლება მაგალითად წლების წინ მეთქვა რომ კი ბატონო გადავიხდი უსამართლო დაკისრებულ გირაოს. წლების წინაც არ გადაგიხდი. ხო, მაგრამ ნუ არ გადავიხადე. კი ბატონო არ გადავიხადე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო. მეორეჯერ დამაკისეს ერთ საქმეზე და ეხლა საერთოდ ვერ გავიგე, რატომ ეძახდნენ ესეთი, სად მეძახდნენ? ან რატომ უნდა დამაკისო რაიმე ტიპის სახთელი, ხო? რატომ? არ მინდა რომ კომფორტი შეუქმნა. ნიკა, მინდა რომ გასაგები გავხადო მაყურებლისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი არაძალადობრივი პროტესტი. გაივლით გუნდის შიგნით და არც შესაძლოა არც პროკურატურაში მიხვიდეთ, არც სასამართლოში, ანუ არ ცნოთ ხელისუფლება მისი არც ერთი შტო. ამას ვანახებ დიანა წინასწარ ანონსი. არ მინდა წინასწარ რაღაცა დაავანოსო და მიმაჩნია, როდესაც წინასწარ რაღაცა გეგმები ანონსდება, მე როგორც მაყურებელი ვარ, მაყურებლის ამპულაში და როდესაც უსვებ საერთო პოლიტიკოსებს რაღაცებს წინასწარ თუ კი აანონსებენ, თუ ძალიან რაღაცა რაციონალურობის ფარგლებში არ არის, მე პირადად არ მჯერა და უბრალოდ რაღაცა მიმაჩნია, რომ ცდელობა არის ადამიანების ემოციებზე თამაშის მოკლე ვადიანად. რა ამას ვიზამ, იმას ვიზამ. მოვა, გათენდება ხვალინდელი დღე, ზეგიდელი დღე, ერთი დაველოდოთ ყველას და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ. უბრალოდ მიმაჩნია, რომ პრინციპულობა და თანამდებობა არის უმნიშვნელოვანესი, თანაც არაძალადობრივი პროტესტი. ამ ქვეყანაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც ნებისმიერ დემონსტრანტს და ნებისმიერ ქართულს ვიც წინააღმდეგობას უწევს ქართულ ოცნებას თუ რუსულ ოცნებას ეს ფუფუნება ჩვენ გვაქვს და ალბათ კარგი იქნება თუ ყველანი შევთანხმდებოდით იცით რა ხშირად მესმის იცით რა ქართული ოპოზიცია რას დაემსგავსა ხალხში დობა არ არის ანუ ერთის მხრივ მათ მიმართ დობა არ არის ხალხში არ ვეთანხმები ამ დებულებას და ამ მოსაზრებას თუ ჩვენ გულწრფელები ვართ რომ მართლაც რუსებს და მოსკოვს ვერ ვწვით თუ არ ვართ აქ გულწრფელები შესაძლებელია კი ბატონო დაგეთანხმოთ რუსებზე მეტი დობა არა გვაქვს ადამიანები არიან ვინც ამას საუბრობენ ბიძინას ენდნენ წლების განმავლობაში და მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი და დღეს გვეუბნებიან რომ არ გენდობათ ხალხი უკვე რასაც ახავს ვაუბრობ რომ მორჩება თქვენი გადაცემა რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ერთად გავon და ზუსტად იგივეს ვისაუბრებ და მე ამას ვერ ვზნობ უბრალოდ გვაქვს მეტი პასუხისგებლობა გაცილებით მეტი ვიდრე სხვას არიან ადამიანები ვინც ფიქრობენ რომ ვიცით რა პოლიტიკაში ყოფნა არის პრივილეგია და არა პასუხისგებლობა ჩვენ არ ვფიქრობთ მე არ ვფიქრობ ჩვენი მეგობრები არ ვფიქრობთ რომ პრივილეგია და მეტიც მიგვაჩნია ნამდვილად პოლიტიკური პარტიული ზღვარი საერთოდ აორთქლებულია წაშლილია
მოქალაქე ვარ კონკრეტული სახით და გვარით და მოქალაქეა ნებისმიერი სხვა ადამიანი რომელიც გეუბნება რომ იცით რა ვიღაცა არ გენდობა ვიღაცა გენდობა ამაზე საუბარს სჭირდება უბრალოდ ჩემი საზრით ტერმინირება რაღაცა ეტაპით ვინაიდან ერთ ნავში თუ შეიძლება დიანა პარტიული ზღვარი წაშლილია თუ პოლიტიკოსი ხარ სწორედ პროცესი პოლიტიკურია და ამაზე პასუხისმგებლობაც ამის ნაწილია უბრალო მოქალაქე ვარ აბა პოლიტიკურია პროცესი დიახაც და მომავლის პერსპექტივიდანაც უნდა დაინახო პროცესები და აქ დაახლა რა არის გასაკეთებელი და ოღონდ რამე გააკეთეთ შეძახილებს მე პირადად ჩვენ არ ავყვებით ნამდვილად ვინაიდან პასუხისმგებლობა გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. უბრალოდ, ოდესაც ყველანი გვინდა თუ არ გვინდა, ვართ ერთ ნავში, ვიღაცა ამ ერთ ნავში თუ ზის, ფსკერს არ უნდა ხრებდეს. იმიტომ რომ ნამდვილად 150 მილიონიან, არ ვიცი, ბირთვული შეიარაღების მქონე პუტინის რუსეთს ვებრძვით და ის გვებრძვის და ჩვენ თავს ვიცავთ. და ვიღაცა გამოდის და 24 საათი საუბრობენ, რომ იცით რა, თითქოს რას აკეთებს ოპოზიციური სპექტრი. არ არის სწორი. მაშინ ვაღიაროთ რუსეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. და გასაგები იქნება ეს კრიტიკა და მისაღები იქნება. მით უმეტეს რომ რწმენა გამარჯვების და რწმენა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების არსებობს. ამ პროტესტს მხარდაჭერა არ დაკლებია ძვირფასო მაყურებლებო. ამ პროტესტს არ დაკლებია არც ერთი ადამიანის მხარდაჭერა შესაძლებელი და ნამდვილად ოპტიმიზმა იქნო პროცესში ხომ გინდა ადამიანები შემოგიერთდნენ ეხლა ისეთ ამოცანას ნუ დასახავ რომ ადამიანმა თავისთავად ამ პროტესტში ვერ დაინახოს იმიტომ რომ შეიძლება ჩათვალოს რომ 150 მილიონიან ბირთვულ სახელმწიფოს ვერ მოერევა მაგრამ თუ პროტესტი გაფართოვდება ერთმანეთს დაარწმუნებენ ივანიშვილს შეიძლება მოერიოს აი ისე ნუ დახატავ რომ ადამიანმა ვეღარ დაინახოს თქო პროტესტში თავი დიანა, მე რას ვამბობ, ადამიანები, ვისაც აქვს პრეტენზია, ვინც თქვენი გადაცემის სტუმრებიც არიან. მე მივხვდი ვის გულისხმობთ ეხლა. საზოგადოება უსმენს, პატივს ვცემ, არ შეიძლება ერთ ნავში ვიყოთ და არა, გიახოხოშვილ მე ძალიან ძალიან დიდ პატივს ვცემ. შეიძლება, მაგრამ აი ექსპერტი ახსენეთ და ამიტომ დღეს საუბრობდა. ბევრი ადამიანია, დიანა, ბევრი ადამიანია. რატო გინდა დამასახელებინო და არ არის სწორი და მართალი. ნამდვილად მით უფრო თუ შეიძლება, როდესაც საუბრობ სულ აი 100 ვალვითარები ამ პროცესში შიში მაქვს არ გამაწყვეტინოთ. აი როგორ შემეშინები ხართ? დიახ, გისმენთ. კი, ნამდვილად და აი გამაწყვეტინეთ ეხლა გამაწყვეტინებით თქვენ მე აზრი ეხლა. ნამდვილად. ამიტომ არ შეიძლება ამ პროცესში ჩვენ ერთმანეთს ხარდაჭერის გარდა რამე ემოცია აი რამე ნაბიჯი დაუპირისპიროთ რა ამ პროცესში ყოფი ადამიანები მხედველობაში არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ არჩევანი ეხლა ამ წუთას ხო აი არჩევანი არაკო ჩვენ ვიბრძვით არჩევნებისთვის ისიც შევთვის გაუგებარია სიმართლე გითხრათ პოლიტიკური პარტიები რო იქნება ვისთვის იქნება ეხლა აი ვისთვის იქნება პოლიტიკური პარტიები ჩვენ არ გვაქვს არჩევნები იმიტომ რომ ჩამოვყალიბდეთ გუწფელები ვართ დილი და ღამემდე რაზე ვსაუბრობთ ვართ თუ არ ვართ არ გვაქვს არჩევნები და პოლიტიკური პარტია რა გინდა არჩევნები მოვიპოვოთ ჩატარდეს ამ ქვეყანაში ოდენაუმაიც დემოკრატიულ სტანდარტთან მიახლოებული ტიპის არჩევნები და ვინც გინდა როგორც გინდა 24 საათის განმავლობაში აკრიტიკოს უბრალოდ არ ამგონია რომ ჩვენს პოლიტიკოსებიც უნდა დავკომპლექსდეთ იმით, რომ მივიღოთ უსამართლო კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც პასუხისმგებლობას ამ პროცესში არ იღებენ. და მიაჩნიათ, რომ უბრალოდ აი კომენტარების კეთება სასარგებლოა აი ამ ცივილიზაციური დაპირისპირების პროცესში. ცივილიზაციურია დაპირისპირება არ ხუმრობთ ხახდო 36 წლის წინ რაც მოხდა და რომ უფროს თაობას რომ ეგონა რომ გადაილახა ყველა ისტორიული გამოწვევა იქვე აღმოჩნდით კვლავ მანდვე ვართ კვლავ მოსკოვი გვებძვის კვლავ მოსკოვის ინტერესი გვებძვის კვლავ იმის გააზრება გვიწევს რომ იცით არც ბრიუსელში პირველ რიგში არც ვაშინგტონში მეორე რიგში ამ პირიქით მიუხედავად იმისა რომ ხარდაჭერა მზარდი და მზარდი იქნება ხო არ გადაწყდება აქ უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს
ბედი და თავისუფლება მოპოვებული საჭიროებს უფრო და უფრო მეტ ბრძოლას და შეცდომების კვალდაკვალ დავდივართ წინ, მაგრამ ნურავინ მივცემთ ამ ეტაპზე მაინც იმის უფლებას, რომ ერთმანეთს მიუთითოთ, შენ ბიჭო ან ქალო, რა შვებიცით, ჯერ არ მოხვიდე ამ პროტესტში, არ ვიდე პოლიტიკური პარტიების არც ერთი წარმომადგენელი, მერე მოდით და ჩუმად იდექით. აი ახლა მოდი შენ მაგალითად, არ ვიცი, უსაქმურო ან უდღეურო და დადექი და იბრძოლე. არ არის ხახნო. ამ ქვეყნის მომავლის მოსაპოვებელი ბრძოლა 45 წლის და უკეთეს შემთხვევაში როგორ შეიძლება დიანა გამიმართლოს რომ მეორე 45 წელიწადი ვიცხოვრო ძალიან უნდა გამიმართლოს ხო ეს ასე ალბათ არც მოხდება თუ მოხდება მხოლოდ გამიხარდება და მე რუსთაველის გამზიზე როდესაც მივდივარ არ დაგიმავთ ამას ვეუბნები ქართული ოცნებისგან, როდესაც არ ვიღებ კრიტიკას უსამართლოს მით უმეტეს, ხო? არც არავისგან მივიღებ კრიტიკას ნებისმიერი სხვა პლატფორმისგან, იმიტომ რომ ბრძოლა გააზრებული მაქვს, რომ არის ისტორიული და ცივილიზაციური. და ვიღაცის, ასე ვთქვათ, ვიღაცის ფასონს არ გადავაყოლებ ამ ქვეყნის ინტერესს. არავის არ ეწყინოს, ჩვენ უნდა და არც მე უნდა მეწყინოს და არც სხვას, ჩვენ უნდა რაღაცა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ მიმართულებითაც გავიღოთ და სანამ ივანიშვილი არ არის დამარცხებული ხო 24 საათის განმავლობაში იცი რა არ ვარგა ოპოზიცია და ყველა ჩვენგანს მე ვისაც ვიცნობ განზე გადგომა შეგვიძლია და ნამდვილად არავისი ვალი არ მაქვს ამ ბრძოლაში ამ ამპლუიტოვარ. ნუ დამაკომპლექსეთ პირიქით რომ ვერ გაგაწყვეტინოთ. არ ყოფილა ოპოზიციურ სპექტრში, არა მინდა ეს თქვა. იმიტომ რომ გამარჯვება მჯერა მიუხედავად დიდი გამოწვევისა ხელის გაწყენის მანძილზეა. ჯერა ამისი დიანა ჯერა რაც არ უნდა ნიჰილისტურად ვიყოთ განწყობილები, გამარჯვება არ გაგვექცევა. გამარჯვება იწყება პირველ რიგში რწმენით და საკუთარ თავში გამარჯვებით და არა იმაზე 24 საათის მოწვით არ ვარგივა და შენ მოწვიამდე ვერაგია და უფრო ჭკვიანია და უფრო ძლიერია არ არის არც ძლიერი და არც ჭკვიანი გაწვდენაზეა წარმატებები რაოდენობრივად მეტი ვართ და ჭკვიანებიც ვართ აქეთა მხარეზე დგომი ისტორიის სწორ მხარეს დგომი ქართველები ვიდრე იქით და რა საჭიროა ხა ერთმანეთის დამონათება ბრძოლის ველზე დასრულდება გამარჯვებით ეს პროცესი ამის შემდეგ კი ბატონო